მოგესალმებით. დღეს ცოტა დამიგვიანდა ჩართვა, დილას ვაპირებდი საქმე და მშვიდობას გისურვებთ ყველას. მოკლე ექსკურსი გავაკეთოთ წინა ჩართვებთან დაკავშირებით. ნიკია კონსტანტინოპოლამდე და მისი მსოფლიო კრებებამდე და მისი შემდგომ პერიოდი განვიხილეთ. კონსტანტინე დიდი იმპერატორები არკადი იმპერატრიცა ევდოკია, თეოდოსი პირველი, თეოდოსი მეორე განვიხილეთ, შევეხეთ სულიერი ცხოვრებისა და ფსიქიატრიის საკითხებს ასე თუ ისე, ვახსენეთ ფსიქიატრი დიმიტრი მელეხოვი და მისი ბერებთან ურთიერთობა ვისაუბრეთ დიფერენცირებაზე შეპყრობილობისა და ფსიქიური დაავადებების შესახებ, ვისაუბრეთ რელიგიური ხასიათის ბოდვებზე, ასევე ვისაუბრეთ რელიგიური ხასიათის ჰალუცინაციებზე და გადავედით იმაზე, რომ არ არის კაცი, რომელიც ცხონდეს და არ ასწოდოს და ყოველი კაცი ცრუარს, რა იმივაგო უფალსა, ყოვლისათვის რა იცავ მაგო მე. გამომდინარე აქედან ვისაუბრეთ, რომ მხოლოდ და მხოლოდ ორ პერსონას შეიძლება მივმართოთ ყოვლადწმინდათი, ყოვლადწმინდა სამებას და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, დანარჩენი ყველა წმინდა მამა, როგორც ადამიანი, განიცდნენ ადამიანური გონებით ბრძოლობდნენ ხშირად და აღებულობდნენ გადაწყვეტილებებს. აბრაამიდან დაწყებული, დღემდე დამთავრებული და წმინდა მამასაც გააჩნდათ თავისი პირადი აზრები, პირადი შეხედულებები ამ თუ იმ საკითხებთან დაკავშირებით და თუ როგორ გავარკვიოთ ეს პირადი შეხედულება იყო და თუ სული წმინდისგან ნაკარნახევი აზრები, ეს ყველაფერი ყველაზე უწმინდესი წყარო ქრისტიანული ინფორმაციისა არის წმინდა წერილი. აი მაგალითად ხშირად მოყავს ამ რადიკალურ ფრთას ფსევდომართლმადიდებლებს, რომ აიო იოანე ოქროპირი გვეუბნება, ახლა მაგალითად მოყავს, რომ გზაზეო თუ ბილიკზეო თუ სადღაც ქალაქშიო თუ ვინმე შენ ღმერთს შეურაცხყოფსო, ხელიც კი გაარტყიო და ამ დროს ეს რომ შევადაროთ სახარებისეულ მომენტს, როცა პეტრე მოციქულმა მომხდურს ყური მოჰკვეთა, ქრისტე ადგა და შეაწება ეს ყური და განკურნა და წარმოთქვა ასეთი ფრაზა, რომელი მახვილით განგმირავს, მახვილითვე განიგმიროს. ანუ რომელს დაუჯერო ახლა, ანუ თანხმედრაში ვერ მოდის, ასეთ წმინდა დიდი მამის იოანე ოქროპირის ამ ხელის დარტყმასთან ეს სახარებისეული ეს მომენტი. ესე იგი, უფრო ღირებულია სახარებისეული მომენტი და ვიდრე იოანე ოქროპირის აზრი. ამით მე ჩრდილში არ ვაყენებ იოანე ოქროპირს უფალმა დამიფაროს, მაგრამ უფრო წონადი და უფრო მისაღები არის წმინდა წერილიდან ციტატა ამა თუ იმ მოვლენისა, ვიდრე ადამიანის აზრი, რომელიც ყველა ადამიანი ექვემდებარება იმ სიტყვებს, რომ არ არის კაცი, რომელიც ცხონდეს და არ ასწოდოს და ხანდახან კიდევ ამ იოანე ოქროპირს ჩავააჯინდი მეორეც მოსვლასთან დაკავშირებით თქვა, რომ არ გარდავაო საუკუნეო, რომ მეორეც მოსვლა არ იქნესო და გარდავიდა ეს საუკუნე, ხო?
ეს ამ შეცდომებში ჩასაფრებული კი არ დავდევ წმინდა ამებს. მე ვამბობ რომ წმინდა წერილთან ორიენტირი უნდა იყოს წმინდა წერილი, ვისი ნათქვამიც არ უნდა იყოს ესა თუ ის აზრი. და ეხლა ვისაუბროთ ლოცვისა და წმინდა წერილის კითხვის შესახებ. გამომდინარე იქიდან რომ შევთანხმდით იმაზე რომ ლოცვა არის უფალთან საუბარი, ეს საუბარი რომ არ დარჩეს მონოლოგად და შედგეს დიალოგი ჩვენსა და ზეციერ მამას შორის, ამისათვის საჭიროა ლოცვასთან პარალელურად ვიკითხოთ წმინდა წერილი და პლუს ჩემი აზრით წმინდა წერილის კითხვასთან ერთად უნდა ვიკითხოთ განმარტებანი, წმინდა მამათა განმარტებანი წმინდა წერილისა, რომელიც ეკლესიისაგან მიღებული არის, მაგალითად ბასილ დიდის, გრიგორი ღვთისმეტყველის, იგივე იოანე ოქროპირის განმარტებები, თეოფილაქტე ბულგარელის, წმინდა თეოფილაქტე ბულგარელის განმარტებანი, თეოფანე დაყუდებულის განმარტებანი და ეს ჩვენი რწმენა ცოცხალი რომ იყოს და დინამიკაში რომ მოვიყვანოთ ეს ყველაფერი და შედგეს დიალოგი ჩვენსა და უფალს შორის, ლოცვასთან პარალელურად აუცილებელია წმინდა წერილის კითხვა და წმინდა წერილის კითხვასთან პარალელურად აუცილებელია წმინდა წერილის განმარტებების მოსმენა. არის ასეთი ხშირად მეკითხებიან ასეთ კითხვა მოდის რომ აი მაგალითად შეიძლება ჩვენი სიტყვებით ვილოცოთ. სიტყვა აქ ჩვენი სიტყვებით ვილოცებთ თუ საერთოდ რა ენაზე ვილოცებთ მაგას მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენ გვაკლია ერთი რამ არა რომელიმე ლინგვისტურ ენაზე საუბარი, არა რომელიმე ლინგვისტურ ენაზეა საუბარი, არამედ გულისმიერი და შინაგანი სპირიტუალური ლინგვისტიკა დავარქვათ ასეთ, სულისმიერი, გულისმიერი და შინაგანი გამოძახილით უნდა დავამყაროთ, უნდა ვესაუბროთ ჩვენ უფალს და უფლის სიტყვის მოსმენით უნდა მივიღოთ სულიერი სარგებელი და უფლის სიტყვის მოსმენა არის წმინდა წერილის კითხვა. ჩვენი დაბინძურებული გონებით შეიძლება ვერ გავიგოთ რაღაცა წმინდა წერილიდან, ამიტომ გვჭირდება როგორც ყავარჯენი წმინდა მამების განმარტებანი, თუნდაც იმ მამების განმარტებანი, რომელიც ზემოთ დავასახელე უკვე. მე მაგალითად ლაპუხინის განმარტებებს არ ვენდობი, კი არის სამტომეული არის გამოცემული განმარტებანი წმინდა წერილისა, მაგრამ იმდენად აი არასულიერია, რომ აი რა ვიცი, ინფორმატიულ დონეზეც ვერ ვღებულობ. მე უფრო წმინდა ამის განმარტებები უფრო კი არა აბსოლუტურად მაკმაყოფილებს, ვიდრე დავკარგოთ რომ და ლაპუხინის განმარტებები ვიკითხო. მოკლედ გისურვებთ ყველას რომ შედგეს დიალოგი ჩვენსა და ღმერთს შორის, ჩვენი ლოცვით და წმინდა წერილის კითხვით. რა ვიცი, მე ბლიც ინტერვიუები, ბლიც ჩართვები რა გადავწყვიტე რატომ და წინასწარ არ ვამზადებ ხოლმე თემას, general lines მივყვები ხოლმე რა და თან კიდე ექსკურსსაც ვაკეთებ ხოლმე წინა ბლიც გერმანული სიტყვა და ელვას ნიშნავს, ანუ ელვისებრი ჩართვები მაქვს ხოლმე და რა ვიცი, თუ ვინმეს რამე სიკეთეს გაძლევთ ეს ჩართვები მადლობისა და სიხარულის გარდა არა ისეთ სხვა გზნობებს არ იწვევს ჩემში, მე
არც თანხების მოსაზრდად არ მჭირდება, არც სახელის მოსახვეჭად, უბრალოდ როგორც მღვდელი, როგორც ბერი თავს ვალდებულად ვცვლი, რომ მცირეოდენი წვლილი შევიტანო და რაღაცა ვთქვა. რაც ჭეშმარიტებასთან ახლოს არის და არც მე არ ვარ შეცდომებისგან დაზღვეული, თუ რამე დაინახავთ ან ჩვენი დაზრებით ამ ხვედრაში ვერ მოვერთმანეთთან, ჩვენ უბრალოდ სიყვარულით ვაწმოვთ დიალოგი, არ არის პრობლემა. თავარი არის მასე დაგემშვიდობებით მოკლედ. ვიყვარებოდეთ ურთიერთას, რათა ერთობით აღვიარებდეთ მამასა და ძესა და წმინდა სასულსა და სიყვარული იყოს თანამავალ ჩვენი ყოველთა დღეთა ცხოვრებისა ჩვენისა და უფალმა დაგვრცოთ მომიხსენიეთ ლოცვებში. კარგად.